დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს და ზოგადად განმარტოთ რას გულისხმობს ახლად ინიცირებული კანონპროექტი. გავრცელდება თუ არა ის ფიზიკურ პირებზე, რაც მაგათად გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა და რომ ფაქტობრივად ნულს გაუტოლდება პროექტების წარმოება საქართველოში და ასევე აუცილებლად მინდა აღნიშნოთ და კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რა ტიპის სანქციებს გულისხმობს და ითვალისწინებს არსებული კანონპროექტი, არსებული რედაქცია. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. უპირველეს ყოვლისა, რაზე გვაქვს საუბარი? საუბარი გვაქვს სინამდვილეში მარტივ ჭეშმარიტებას. რომ ჩვენმაც სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და რომ ჩვენს მიღმა კიდე არსებობს 200-მდე სახელმწიფო, რომელსაც ყველას თავისი ინტერესი აქვს. და ჩვენი ინტერესებს ხანდახან სხვების ინტერესები არ ემთხვევა. ამიტომ სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ თუ კი სხვა სახელმწიფო შემოდის ქვეყნის შიგნით და მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ ღონისძიების, პროექტის, იდეის, პოლიტიკის უკან. ეს იცოდეს საზოგადოებამ და ეს იცოდეს სახელმწიფომ. და სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს გამჭვირვალობას ამ სფეროში. ევროკავშირში 16 ქვეყანაში, ევროკავშირის წევრი ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობის რეესტრი, ზოგან ამას ლობისტების რეესტრი ქვია, ზოგან გამჭვირვალობის რეესტრი და სხვა სახელწოდებით. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში ახლა დამატებითი კანონები, რეგულაციები მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ისრაელი, ყველა სახელმწიფო თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით ცდილობს რომ ამ სფეროში იყოს გამჭვირვალობა, ვინაიდან და ეხლა წავიკითხავ მე ევროკავშირის დირექტივიდან, რომელიც პროექტად განიხილება ახლა უკვე დამტკიცებული ევროკომისიის მიერ და პარლამენტში განიხილება, ამონ არის რას ეფუძნება საერთოდ ეს მოსაზრება. რას ფიქრობს ევროკავშირი და დავფიქრდეთ შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ვართ თუ არა ღირსი, რომ ისეთივე წუხილები ქონდეს, როგორც აქვთ ეს ევროპელ მოქალაქეებს. კერძოდ, ის ამბობს საკუთარ დასაბუთებაში ამბობს, რომ ოფიციალურ დიპლომატიურ არხებთან ერთად მესამე ქვეყნების მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ ინტერესთა წარმომადგენლობას, რათა ხელი შეუწყონ თავიანთი პოლიტიკით დადგენილი მიზნების შესრულებას. ეს ვითარება წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულია როგორც შესაძლებლობა მესამე ქვეყნისთვის თავი აარიდონ გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ანუ არსებული ვითარება და ფარულად მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ პროცესზე. იქვე მესამე ქვეყნების ინტერესების წარმოდგენა, როდესაც ის ფარულად ხორციელდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიაში ჩარევის საშუალებად განიხილება. საზოგადოების აზრის ფორმირებით ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ არჩევანზე წევს სახელმწიფოებში და მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკაში ჩამოყალიბებას. და ასე შემდეგ, სადაც წერია, რომ თანამედროვე სამყაროში დიპლომატიურ არხებთან ერთად, რომელთაც სახელმწიფოები კომუნიცირებენ ერთმანეთთან და მათ შორის გავლენას ახდენენ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ასევე არის სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა არხები. პროექტების სახით იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები განხორციელოს, რომელიც შეიძლება კარგიც არის. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ, როგორც ადამიანები ერთმანეთისგან ვსწავლობთ რაღაცას, ასევე სახელმწიფოები სწავლობენ. ჩვენ ვსწავლობთ გარემო როგორ უფრო დავიცვათ, უფრო კარგად სხვა ქვეყნებისგან, სხვები ჩვენგან სწავლობენ შეიძლება რაღაცებს და ეს გავლენები კარგია, როგორც ადამიანებს შორის გავლენებია კარგი, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია და არა ფარული. ამაზეა საუბარი, სწორედ ამიტომ ევროკავშირმა შეიმუშავა ეს დირექტივა, რომელსაც მალე მიიღებენ. კი ბატონო, თუმცა აუცილებლად დაუბრუნდებით ამ საკითხს და აუცილებლად დაუბრუნდებით იმ ქვეყნებს, სადაც ანალოგიური გაცილებით სხვათა შორის უფრო ხისტი კანონებიც კი მოქმედებს არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში. ჯერ მოდით დავასრულოთ საუბარი იმაზე, თუ რას გულისხმობს აი ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული, გავრცელდება თუ არა ის ფიზიკურ პირებზე, ეს მაინტერესებს და რა ტიპის სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ითვალისწინებს თუ არა სისხლის სამართლის, თქვათ, გარკვეულ ტიპის სანქციებს, რადგან ამაზეც იყო აპელირება არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომ ეს ფაქტობრივად ჩამოშლის აი ამ სექტორს. სწორედ ამიტომ, რომ ისევე როგორც ევროკავშირში, ჩვენც როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენც ქვეყანა ვართ და სახელმწიფო გვქვია და აი 33 წელი აღუნიშნეთ ჩვენი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, სწორედ ამიტომაც ჩვენ შარშან დავაინიცირეთ ის კანონმდებლობა, რომელსაც უნდა გამჭვირვალე გაიხსნა ის სფერო, რომელიც დღეს არის ყველაზე დახურული. საჯარო სექტორში, ანუ საჯარო პოლიტიკის განსაზღვრო სექტორში
დღეს ყველაზე დახურული სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც თუ არ უნდათ მათ, ცხვრის არ შეაყოფინებენ არავის საერთოდ. საზოგადოებას გულისხმობ. ამიტომ დაინიციირდა და სწორედ ეხლაც იგივე შინაარსით ერთადერთი სხვაობით, რომ მაშინ გახსოვთ თქვენ სახელწოდება იყო თითქოს პრობლემა, ამაზე ქონდათ ატეხილი მთელი ამბავი და ვამობდით, რომ ეს საბაბი იყო სინამდვილეში მათთვის და მიზეზი ის იყო, რომ არ უნდათ რომ გამჭვირვალე ყოფილიყვნენ საზოგადოების მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ტერმინად ავიღეთ ის, რასაც ევროკავშირის დირექტივა იყენებს, გადმოვიტანეთ ის ტერმინოლოგია, ასე რომ აქ უკვე შესაძლებლობებიც კი არაფერი არ არის. და არის უმარტივესი კანონი. სულ არის 6 გვერდი, 11 მუხლი, ერთადერთი მოთხოვნით, რომ ისინი, ის ორგანიზაციები, არანაირი ფიზიკური პირი, არაფერ შუაში არ არის, არც ფიზიკური პირი, სტუდენტი, მეცნიერი, ფერმერი, რასაც გახსოვთ შარშან ატყუებდნენ თითქოს ეს სტუდენტების სტიპენდიები და ასე შემდეგ იმოქმედებდა ემიგრანტები, ემიგრანტისგან ჩარიცხული ფული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ტყუილია. არც ერთ ფიზიკურ პირს საერთოდ არ ეხება, ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თანაც მაშინ, თუ კი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან. და ეხება მედია საშუალებებს და ორგანიზაციებს, თუ კი ესეც იმ შემთხვევაში, თუ კი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან. და რა ეხება? ანუ ეს ორი სუბიექტი არის, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია, თუ კი 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან მიღებული ფული და რა უნდა გააკეთოს ამ ორგანიზაციამ? ერთადერთი რამე ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯები დაადეკლარიროს იუსტიციის სამინისტროს რეესტრში. ამას აკეთებს ყველა საჯარო მოხელე თითქმის ჩემი ჩათვლით, როდესაც ჩვენ წლიურ დეკლარაციას ვავსებთ და ის არის საჯარო ყველა ხედავს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს ახლა და ნახოს ჩემი კონებრივი დეკლარაცია. ამას აკეთებს სახელმწიფო ინსტიტუტები, სამინისტროები, ბიუჯეტი გამჭვირვალე არის. ამას სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, ტელემედია აკეთებს, რომელიც კომუნიკაციის კომისიაში თავის ხარჯებს და შემოსავლებს ადეკლარირებს. და რა პრობლემა არის, რომ რა გახდა ეს არასამთავრობო სექტორი, რა შეუვალი და ბედელი რა არის პრობლემა იმის გათვალისწინებით თან ბატონო შალვა რომ მაგალითად არასამთავრობო სექტორი ამბობს რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროში მუდმივად ვაგზავნით შესაბამის დოკუმენტაციას და ჩვენი შემოსავლები და მათ შორის მიზნობრიობა არის სრულად გამჭვირვალე. ეს არის მთავარი უტიფარი ტყუილი, რომელსაც ისინი ახლა ეუბნებიან საზოგადოებას, ამის ტერმინოლოგია უკვე აღარ გამოსდით, დაიკეტა, ფიზიკურ პირს თითქოს ეხებოდა ასეც დავკეთეთ და ახლა იტყუებიან, რომ ჩვენ ხომ გადასახადებს ვიხდით, აი საშემოსავლო გადასახადს და ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ რაღაცა იცის. უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობას არანაირი კავშირი საფინანსო საკითხებთან არ აქვს, საბანკო გადარიცხვებთან და ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობას. ეს არის საგადასახადო ურთიერთობა, რომელიც მათ შორის დაცულია საგადასახადო საიდუმლოებით. გარდა, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რომელიმე მოქალაქის საგადასახადო რაღაც მონაცემები რამდენ სიხდის, რა თქმა უნდა, არ ვიგებთ. ამას არანაირი კავშირი გამჭვირვალობასთან არა. გამჭვირვალობის ობიექტი ადრესატი არის საზოგადოება. საზოგადოების მიმართ უნდა იყვნენ ისინი გახსნილები. ისინი ხა გვიმტკიცებენ ჩვენ რომ იცით რა მე ვიხდი გადასახადებს და რაღაცას ხედავს საგადასახადო ინსპექტორი. ჯერ ეს ერთი, ამას ვერ ხედავს, ყველაფერს ვერ ხედავს, მხოლოდ საშემოსავლო ან სხვა რაღაც საკითხები შეიძლება იყოს ფრაგმენტულია, ის დაფარულია საგადასახადო საიდუმლოებით და ეს არის საფინანსო ბუღალტრული საკითხი არის და არა შინაარსობრივი საკითხი, პოლიტიკური ამ მხრივ საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, რომ ის რო ხარ შენ ორგანიზაცია და რაღაცა პოლიტიკას გინდა რომ წაწიო წინ და რაღაცას ლობირებ, ასე ვთქვათ, რაღაც იდეას ლობირებ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესოს მაგალითად რუსეთს. და იცით, ასეთი ორგანიზაციები მაგალითად დროა, NGO დროაც არსებობს, რომელიც ითხოვდა სანქციების დაწესებას. საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, რომ ეს მისი აზრია თუ ხომ არ დაატანა ვიღაცამ ეს აზრი. და შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩინოთ, რომ ეს ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. და ხომ უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ უცხოეთიდან არის რაღაც წყარო, ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ ქართული ორგანიზაციის, საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციის მეშვეობით ლობირება გაუწიოს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც საბოლოო ჯამში ვიცით რას ნიშნავს. ნიშნავს ჩვენთვის კატასტროფას ეკონომიკურს და ნიშნავს ომის რისკს პირდაპირ. ასე რომ ეს არის ინფორმაცია უნდა იცოდეს საზოგადოება. კი ბატონო, ბატონო შალვა, თქვენ განაცხადეთ, რომ შარშან შეძლეს, რომ საზოგადოების
თან ბრენდებით ესაუბრათ და არ შესულიყვნენ შინაარსში, წელს კი მოვწევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა. ამ ეტაპზე რა მოცემულობა გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ოპოზიცია ამ დრომდე რუსულ კანონად მოიხსენიებს ამ კანონ პროექტს, ამავდროულად ის აღსანიშნავია და აუცილებლად უნდა გკითხოთ აქვე, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეიგრიბნენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ოპოზიციონერები და მაგალითად ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ასე ითქვას, რომ მან მედროშეობაც კი იკისრა. რა პროცესი მიდის ერთის მხრივ? აი იმ ფაქტორების, იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რაც თქვენ ისაუბრეთ, გქონდათ ამავდროულად ესეც ფაქტი არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ ხნის განმავლობაში და წინა პერიოდშიც, როდესაც იყო ინიცირებული ეს კანონ პროექტი, არაერთი შეხვედრა და მათ მოსმენილი აქვს თქვენი არგუმენტები, მაგრამ ფაქტი არ ითვალისწინებენ და ისინი ამ დრომდე ჩიუტად მოიხსენიებენ ამ კანონ პროექტს რუსულ კანონ პროექტად. არა თუ ბრენდირება არის არგუმენტი. ზუსტად ეხლაც არის მცდელობა, რომ ყვირილით გადაფარონ საღი აზრი. თქვენ ატყობთ ხომ ეს დღეები რაიმე არგუმენტი საერთოდ მოიხსენიეთ გარდა იმისა, თუ მოისმინეთ გარდა იმისა, რომ ხდება უბრალოდ ასე თქვათ ბრენდირება და ასე თქვათ სლოგანად გამოევლება ერთი და იგივე სიტყვის. რატომ? იმიტომ რომ ვერ შემოდიან შინაარსი, ეშინიათ. ვინაიდან არგუმენტი არა. მცდელობა ან მათი მხრიდან ხომ არ ყოფილა გარკვეული კომენტარი. უბრალოდ შარშანაც იყო საკომიტეტო განხილვების დროს, ან იმის შემდეგ ერთი წელი ეს თემა სხვადასხვა შეხვედრების დროს არასამთავრობო სექტორთან მათ შორის რა თქმა უნდა ყოფილა ხოლმე. და არასდროს მათ ვერასდროს არგუმენტი ვერ წარმოდიოდა. ამიტომაც ეშინიათ მათ მსჯელობა, იმიტომ ვიციან ამ მსჯელობაში დამარცხდებიან ქართულ ხალხთან. როდესაც ხალხი დაინახავს, მათ არ აქვთ არგუმენტი და ერთ-ერთი მიზანი აი ამ პანიკური ყვირილისა რასაც ისინი შარშან აკეთებდნენ და ეხლაც დაიწყეს ნელ-ნელა, არის რომ გადაფარონ საღი აზრი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ მიიყვანონ მსჯელობამდე, აუკრძალონ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იფიქრონ და განსჯის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება. ეს არის საერთო ჯამში, რასაც ჩვენ ხედავთ, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ არგუმენტების არქონის პირობებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დამარცხებიან ნებისმიერ ასეთ სახის დისკუსიებში. კარგით, ნახეთ ბატონ შალვა, რაიმე კონკრეტული რისკი დაინახეთ, ამას გეკითხებით იმის გათვალისწინებით, რომ თქვა რატომ გახდა ამ კანონ პროექტის ინიცირება, თქვა ხელახლა საჭირო. მაგალითად თქვენ ამბობთ, რომ შარშან დააგპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და მოგატყუეს. ანუ უფრო მეტი რომ გვითხრათ, ვინ არიან ეს დონორები, როგორ ფიქრობთ, თქვა რა არის აი ამ ფონდების მხრიდან დაფინანსების დაფარვის მცდელობის მიზანი მაშინ ჩვენ შარშან რომელ პროექტებზე არის ზოგადად შარშან ჩვენ ქონდა რა მაშინაც საუბარი იყო გახსოვთ ელჩები იყვნენ მოსული პარლამენტში ქონდა შეხვედრა იქ სხვა შეხვედრები იყო და ყველგან გვიმტკიცებდნენ რომ არის გამჭვირვალობა და თუ კი რაიმეა დასახვეწი დაიხვეწება გამჭვირვალობასა და ეს პირობა ქონდა რომ უცხოური დაფინანსება ქართული საზოგადოებისთვის იქნებოდა გამჭვირვალე და ფარული ფულის ხარჯვა უცხოეთიდან აქ შეწყდებოდა და ერთი წლის განმავლობაში მე პირადად როგორც დონორებთან ისე დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ყოველ ჯერზე შეხვედრებისა და მათ შორის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებისა ვცდილობდი დამერწმუნებინა როგორც არასამთავრობო სექტორი ისე დიპლომატიური წარმომადგენლობა და დონორები რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენი საზოგადოება იმსახურებს რომ ფარულად კი არ უხარჯონ აქ ფული არამედ უთხრან რაში ხარჯავენ ფულს სამწუხაროდ და იმის მიუხედავად იმისა რომ აღიარება დღეს უკვე არსებობს დონორების მხრიდან რომ არის გამომჭვირვალე გარკვეული თანხები და გარკვეული დონორები რომლებიც გამოირჩევიან ამ მხრივ განსაკუთრებით გამომჭვირვალობით მიუხედავად ამ ყველაფრისა რაიმე ქმედითი ნაბიჯი აღარ გადაიდგა ჩვენ ფაქტობრივად ჩიხში აღმოჩნდით ბოლოს უკვე ყრუ კედელი იყო სადაც შეხვედრების დროს როდესაც მე მქონდა შეხვედრები საუბრობდით იყო თავის დაქნევა რომ კი ბატონო აღიარებთ არის გამომჭვირვალობა და მორჩა ამის იქით აღარაფერი აღარ მიდიოდა არა და ამ დროს რა ხდებოდა ამ დროს ამ ერთ წლის განმავლობაში ჩვენ ვარკვევდით რომ თურმე და განსაკუთრებით მაგალითად მომყავს ხოლმე ორი ფონდი, მაგრამ იქ არის სხვა ფონდებიც, მაგრამ ორი ფონდი ვინაიდან უკვე დასახელებული არის, ამას გავიმეორებ, ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED და ეროვნული დემოკრატიის ეროვნული ფონდი, NED, ამერიკული და ევროპული ფონდი, ეს ორი ფონდი არის არათუ გამომჭვირვალე, უბრალოდ მალავენ თავის დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მე მქონდა საუბარი NED-ის ხელმძღვანელობასთან და ისინი დამპირდნენ მე რომ ისინი პროექტებს გაასაჯაროებენ. პირების გარდა რა ბერკეტი არსებობს თქვენს ხელთ? რა არსებობს ახლა ისინი გაღმა არიან ჩვენ გამოღმა ახლა რთული არის რაიმე გავლენა მოახდინო, მაგრამ კიდევ ერთხელ ესეც ხო ფაქტია, ხომ, როდესაც ახლა ის ხომ მე ხო არ ვარ ახლა ინდივიდი, არა, მე ამ შემთხვევაში წარმოვიდგენ საქართველოს პარლამენტს და წარმოვიდგენ ქართულ ხალხს. და როდესაც ჩემთან შეხვედრის დროს არის დაპირება, რომ პროექტები გასაჯაროვდება, რომ მოგვაწვდიან
სიას თუ რასაფინანსებს საქართველოს და შემდეგ მიმოწერის დროს უბრალოდ იკარგებიან და იმალებიან და ემალებიან პასუხებს. ამაზე რა თქმა უნდა შემდეგ ამაზე საელჩოებთან მქონდა ამაზე საუბარი. ამაზე ხა რა უნდა დავარქვათ გარდა იმისა, რომ არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული ხალხის მიერ. და ეს ორგანიზაციები და იგივე შეეხება ევროკავშირის ფონდს, ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომელშიც სხვა შორის ცნობილი ევროპარლამენტარების ხედან მის სახელმძღვანელობის ბორჩი, რომელიც ახლა გამოეხმაურნენ მათ შორის ამ პროექტს, რომ არ მიესალმებიან და იმას კარგად მიესალმებიან, რომ მალავენ და ფარულად საქართველოში აფინანსებენ პარტიებს. ID არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელშიც მათ შორის ქალბატონი ანა ფოტიგა არის ხელმძღვანელობით ბორდში და დღეს ვნახე მისი გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება ამ პროექტს, და ის პირადად მისი ფონდი ფარულად ჩუმად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და პარტიებს. და არც კი უნდა რომ ანგარიში ჩააბაროს ქართულ ხალხს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ფარისევლობის პიკი და ეს არის სწორედ საბჭოური აზროვნება, ვინაიდან გამჭვირვალობა ეს არის ევროკავშირი. ხოლო გაუმჭვირვალობა ეს არის საბჭოთა კავშირი და სამწუხაროდ საბჭოთა აუცილებელი არ არის საბჭოთა წყობაში ცხოვრება, იმისთვის რომ საბჭოთა აზროვნება გქონდეს. და მოვიყვან ერთ მაგალითს, რომ უბრალოდ არის ორი სფერო. ერთი ეს არის დაფარული დაფინანსებები, რომელსაც შემთხვევით ვიგებთ, რომ თურმე პარტია დროას ქონია ყალბი NGO დროა, რომელსაც აფინანსებს ამერიკული და ევროპული წყაროებიდან მათ შორის, იმისთვის რომ რასაკეთებს მე ეს ორგანიზაცია არცერებდა მთელი წლის განმავლობაში დეზინფორმაციას თითქოს საქართველოს გვერდსული და სანქციებს. გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადებები და ამ დეზინფორმაციულ კამპანიას აფინანსებდა მათ შორის მონაჯი ვებგვერდი, რომელიც შექმნილია ადამიანის ღირსების შელახვისთვის და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი ხალხის ფული, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ამის განმახორციელებელი და არის მეორე სფერო, როდესაც შეიძლება რაღაცაეთ ვაგნებთ ხოლმე, ან საჯაროდ ჩანს და არიან რადიკალური ჯგუფები, რომელიც ფინანსდებიან. მაგალითისთვის, აი დღეს ვნახეთ დემოკრატიის ეროვნული ფონდის NED-ის ხელმძღვანელობის გამოხმაურება, რომელიც როგორ არ მიესალმება ამ კანონ პროექტს და ამბობს, რომ თითქოს მათი დაფინანსება მხოლოდ ქართული ხალხის ინტერესებისთვის არის. აი ეს პლაკატი არის ორგანიზაცია სირცხვილიას მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი. მე ვესროლე. ეს არის მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც შარშან პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ესროლეს ქართულ ხალხს და წვავდნენ ცოცხლად პოლიციელს, აი ასეთი მოლოტოვის კოქტეილით და ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად ამავე დროს არის რადიკალური ჯგუფი. ქონდა კამპანია მე ვესროლე. ანუ მე რომ ყოფილიყავი, ეს იყო იდეა, ხო ამ კამპანიის იმ ადგილას მეც ავიღებდი ამ ბენზინიან თუ არის სხვა საწვავიან ბოთლს, ვესროდი ადამიანს და ცოცხლად დავწვავდი, იმიტომ რომ იმსახურებდა. აი ამ კამპანიას ეს კამპანია ფინანსდებოდა ამერიკელი ხალხის ფულით და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ის ვინც ამას აფინანსებს, იმას რამე კარგი უნდა ქართული ხალხისთვის და იმან არ უნდა გვითხრას რას აფინანსებს, რისთვის აფინანსებს ამ ქვეყანაში. ამიტომ რა თქმა უნდა, დღეს რომ გარკვეულ გამოხმაურებები ვნახე, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობის პიკი. როდესაც ის ორგანიზაციები, რომელიც ბოროტად იყენებენ საკუთარი მოქალაქეების ფულს, იმისთვის რომ სხვა ქვეყანაში მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზება მოახდინონ, რა თქმა უნდა ჩვენ მათგან შენიშვნებს დემოკრატიასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ. მithumetes, როდესაც ამას გვეუბნებიან ის ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში ამერიკული ორგანიზაცია, სადაც არათუ ასეთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სადაც ჯარიმა არის, მხოლოდ გათვალისწინებენ და მხოლოდ ერთი ვალდებულება. ციხეში სვავენ ამერიკაში, როდესაც ეს კანონი დაირღვა. როდესაც იქიდან ორგანიზაცია ჩვენ ქართულ ხალხს აქ გვეუბნება და რომ რამდენად ასეთი კანონმდებლობა შეიძლება შეარყიოს დემოკრატია ჩვენ საქართველოში. ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ შეწყვიტონ აი ამის დაფინანსება, მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზების დაფინანსება და მერე ელაპარაკონ ქართულ ხალხს თუ რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. დამატებითი კომუნიკაცია თუ გქონდა, თუნდაც აი ამ პოსტერთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმ პერიოდში მიდიოდეს თბილისის ქუჩებში და პარლამენტში. რა თქმა უნდა, მქონდა, მათ შორის მქონდა NED-ის ხელმძღვანელობასთან, თუ რა არის ეს და როგორ რატომ ხარჯავენ? მათ შორის ამერიკელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყანაში რადიკალებში ფულს რატომ დებენ და პოლიტიკურ პარტიებში ფულს რატომ დებენ? არის ხოლმე ჭმუნვა, შეპირებები, გასაჯაროება, მაგრამ ხედავთ რომ ამან შედეგი არ გამოიღო. საბოლოო ჯამში არის ეს ორი ორგანიზაცია მაგალითია, თორე არის სხვა მაგალითებიც, რომელიც უბრალოდ ასე ზემოდან უყურებენ ქართულ ხალხს. ჩვენ რაღაც თითქოს არ ვიმსახურებთ სათანადო სერიოზულ მოპყრობას აქედან გამომდინარე, ჩამოდიან ფულით, ხარჯავენ ფულს ისე რომ ქართულ საზოგადოებას
არც კი თვლიან თავს ვალდებულად, რომ ანგარიში ჩააბარონ ქართულ საზოგადოებას. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის პრინციპული საკითხი. როდესაც და შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ კოსტუმებში გამოწყობილები გვასაუბრებიან პოლარიზაციაზე საქართველოში. აი როგორ უნდა მიიღოს სერიოზულად, როდესაც ამას გიფინანსებს რომელიღაცა ქვეყანა და შემდეგ გელაპარაკება პოლარიზაცია როგორ უნდა დაძლიო ამ ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ არის ფარისეულობის პიკი და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ქართულმა ხალხმა ამ 1 წლის განმავლობაში დაინახა, რომ სამწუხაროდ იმ ყველა კარგ საქმესთან ერთად, რომელიც კეთდება ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით, არის ფარული შემოდინება ფულის, რომელიც ხმარდება საქართველოში რადიკალიზაციას, პოლარიზაციას, ექსტრემიზმს, ხმარდება რადიკალურ პარტიებს საქართველოში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ერთი საზოგადოება იცოდეს ვინ დგას ამ ფულის უკან და მეორე ის როდესაც უკანონო არის რა თქმა უნდა ასეთი დაფინანსებები უნდა შეწყდეს. კი ბატონო, ბატონო შალო თქვენ ამბობთ რომ ყველა აქტორი თქვენი მხრიდან იყო ინფორმირებული, თუმცა მაგალითად ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურნენ კანონპროექტს და მე მინდა რომ აი საერთაშორისო გამოხმაურებებიც ამავდროულად მოვისმინოთ ერთის მხრიდან მეორეს მხრივ თქვენ უპასუხოთ და ერთგვარი მუქარისტორიც კი შეინიშნება ისინი ამბობენ რომ კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. Მეორის მხრივ ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი წერს, როგორ ჩანს საქართველოს მმართველი პარტია ტრიალდება ევრაზიული ტირანიისკენ. ევროპარლამენტარი მირიამ ალექსმანი წერს, ქართული ოცნების მთავრობამ კიდევ ერთხელ მთავრობა ამტკიცებს, რომ მზად არის საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესპიკერი პიტერ სტანო წერს, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად კვლავ განიხილება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს ათობით 1000 ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავისი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მეწინააღმდეგების საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცების ძალისხმევასთან. თქვენ ამბობთ, რომ არ არის ხისტი გამოხმაურებები გასულ მოცემულობასთან შედარებით, თუმცა ერთის მხრივ რას ნიშნავს ეს შეფასებები იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რა ფაქტორების და რა არგუმენტების თქვენ არაერთხელ მოიყვანეთ, მათ შორის დღეს ამ გადაცემაში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა მოცემულობაა საქართველოში და რა რისკებს ხედავს საქართველოს მთავრობა და რატომ სურს ამ კანონპროექტის დაკანონება. რასთან გვაქვს მაშინ? უპირველეს ყოვლისა, ერთი რამე არის ნიშანდობლივი ამ გამოხმაურებებსა და აქ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებს შორის. აქაც არც ერთ განცხადებაში რაიმე არგუმენტი არ წერია. ერთი რომ რატომ არ აქვს ქართულ ხალხს უფლება იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, რაიმე გვაკლია ჩვენ რამეს არ ვიმსახურებთ ამ მხრივ და მეორე რა არის ამ კანონში ისეთი რამე ამ 6 გვერდში რა არის რომელიც ამ საფრთხეს შესაძლებელია თუ არა დავუშვათ რომ არ არიან ინფორმირებულები ერთის მხრივ, არასწორად არიან ინფორმირებულები მეორეს მხრივ. ან გარკვეულწილად თქვათ მოცემულობა სხვაგვარად დაანახეს გარკვეულმა ძალებმა. ან საქართველოს მთავრობის მხრიდან არ იყო იმდენად სწორი და პირდაპირ კომუნიკაცია ამა თუ იმ თქვათ ევროპარლამენტთან ან რა მიზანი აქვს მაშინ მივდივართ ამ გამოხმაურების სხვა შორის ძალიან რბილი ტონი არის ამაში თავისუფლი შეიტანა ისო ჩვენ მქონდა დროული კომუნიკაცია მათ შორის ამ კანონპროექტის იდეასთან და შინაარსთან დაკავშირებით და მივაწოდეთ ინფორმაცია რომ კიდევ ჩვენს არასამთავრობო სექტორს იგივე ტყუილი არ გაევრცელებინა რაც ჩარშან ავრცელეს და მოატყუეს ატყუებდნენ მთელ საზოგადოებას და მათ შორის გარე საზოგადოებას და ეხლაც იყო მცდელობა სხვათა შორის რომ სწრაფად მობილიზებული იყვნენ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლება უფრო სწრაფი იყო ამ კომუნიკაციაში რომ თითქოს ეს ფიზიკურ პირებზე ვრცელდება თითქოს ვიღაცას ციხეში ჩასვავენ თითქოს რაღაცას დაიჭიან და ასე შემდეგ ეს ყველაფერი დროულად მოხდა ამის კომუნიკაცია და ამიტომ გამოხმაურება არის ვფიქრობ არ არის ახლა რაიმე განსაკუთრებული გამოხმაურება, მაგრამ მეორე მხრივ მე ნიშნა რომ არსად არ არის კიდევ ერთხელ არგუმენტი. აი უკვე სიმართლე გითხრათ ცოტა არასერიოზული არის, როდესაც აი არის მსჯელობა საკითხებზე მსჯელობის გარეშე და არის კლიშეებით შეფასება. ჩვენ რასაკითხებს ბრძოლობთ და მე წელან წაგიკითხეთ ამონარიდი ევროკავშირის დირექტივის დასაბუთებისგან და მოტივაციისგან.
ეს мотивация შეიძლება ჩამოყალიბდეს სწორედ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის უსაფრთხოებაზე უცხოელი ვერ იმსჯელებს აპრიორი. იმიტომ რომ მან ერთი მას არ აქვს შეგრძნება უსაფრთხოების ამ ქვეყნისა და მეორე მას არ აქვს ლეგიტიმაცია რომ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მას არ აქვს არც ინტერესი იმ ხრივ რომ არ წარმოადგენს ის ამ ქვეყნის ინტერესს ან სხვა ქვეყნის ინტერესს. ამიტომ ამ ხრივ ვინაიდან ეს საკითხი გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების ეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას ერთადერთი ვისაც შეუძლია ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხზე აქვს უფლება იმსჯელოს და გადაწყვიტოს არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. მაგრამ ნახეთ ბატონო შალვა, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ჩვენთან ინიციირებულზე გაცილებით მკაცრი კანონი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მოქმედებს კანონი უნგრეთში, ისრაელში, ბრიტანეთში, კანადაში, სლოვაკეთში, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ხომ? გარეჩარებასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და კანონპროექტს სენატის ხელს შორის მაისში განიხილავს ეს ჩვენი მაყურებლისთვის. ასევე მიღებულია პირველი მოსმენით მსგავსი კანონი უკრაინაში, რაც სხვათა შორის შესაბამისი კანონის მიღება უკრაინისთვის მიცემული 4 евро რეკომენდაციიდან არის ერთ-ერთი. გარდა ამისა, ევროკომისიამაც განიხილა და განსახილველად, რაზეც თქვენს სწავლეთ, გადასცა ევროპარლამენტის დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს მოიცავს და ითვალისწინებს გამჭვირვალობის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციას და პრეს-რელიზში არის ასეთი რამ აღნიშნული ევროკომისიის დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო. ამ პირობებში კიდევ ერთხელ აუცილებლად მესმის, რომ გარკვეულწილად თითქოს რიტორიკულია უკვე ეს შეკითხვა. იმდენჯერ დაისვა და იმდენჯერ გაქვთ გაცემული პასუხი არა მხოლოდ თქვენ, არამედ უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებსაც. რატომ გამოიწვია საქართველოში აი ესეთი რეზონანსი? ის რომ რომელიმე ევროპარლამენტარი ან სენატორი არ არის ინფორმირებული ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, როდესაც ის ამ დონის განცხადებას აკეთებს, ხომ? ეს არასერიოზულია ცხადია და ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მაშინ ჩნდება ბუნებრივია შეკითხვა, რატომ არის აუცილებელი და რატომ შეიძლება მათთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რომ იქ არსებობდეს მსგავსი კანონი და რატომ არის ეს აკრძალული საქართველოში და რატომ არ შეიძლება ამდენად კატეგორიულად და პრინციპულად საქართველოსთვის? რა ვიცი, რატო შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისო თავად აირჩიონ დანიშნულ მოსამართლეები და ჩვენ მერე გვეუბნებიან უცხოეთიდან, ვიცით და ჩვენ უნდა დაგინიშნოთ მოსამართლეები, ჩვენ უნდა დაგინიშნოთ მოსამართლეები, ხო რატო? ეს რაც უცხოელი ამას რო იტყვის, ეს რა ვიცი, გასაგები შეიძლება ინტერესია. პრობლემა იმაში რომ ამას ქართველები ამბობენ. დღეს პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები ამას ამბობენ, რომ ჩვენ სხვებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, ჩვენთან სხვებმა გავლენები თავისი გაავრცელონ, ფული ხარჯონ, თავისი იდეები მოგვახვიონ თავს. ეს ყველაფერი სხვებმა უნდა აკეთონ. და ეს რაღაც არ ვიცი რა მიდგომა აქვთ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაირი შეგრძნება საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს, ქვეყნის არ აქვთ ამ ორგანიზაციებს და ამ პარტიებს, რომელიც ასე ადასტურებენ, ასე საუბრობენ. რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფებს, რამდენიმე გამოხმაურება იყო, ამიტომ იქ სხვადასხვა ჯგუფებია. არიან ევროპარლამენტარები ზოგიერთი, რომელიც არიან მიხეილ სააკაშვილის ფარველები, ხომ? ხა Free Misha კამპანიის მონაწილე რაიმე კრიტიკა საქართველოს მიმართ არ მგონია რომ სერიოზულად უნდა მივიღოთ საერთოდ. ხო, ამიტომ ეს საკითხი შეგვიძლია საერთოდ გავატაროთ. ეს ის ჯგუფი არის, რომელიც საქართველოსთვის კარგი არაფერი არ უნდა. ეს ის ჯგუფი არის, რომელიც შეაგულიანა სააკაშვილი რომ შემოპარულიყო საქართველოში, გაგვწირეს ფაქტორულად არეულობისკენ ამ ევროპარლამენტის აი ამ კონკრეტულმა წევრებმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან. ამიტომ აპრიორი ისინი საქართველოს მეგობრები ვერ იქნებიან. რაც შეეხება ამერიკის სენატორებს, აი ეს კამპანია დაფინანსებული არის ამერიკის ბიუჯეტიდან, რომელსაც ამტკიცებს კონგრესი. ამიტომ ფიქრობ, რომ აქ კითხვები ჩვენ კი არ უნდა დაგვისვან. აქ კითხვები უნდა დაუსვან ნეტს და მოიკითხონ ის ფული ამერიკის გადასახადის გადამხდელების, ამერიკის მოქალაქეების ფული. რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში მოლოტოვის კოქტეილის იდეის პოპულარიზაციისკენ? ფიქრობ, რომ ეს უფრო იქნებოდა სწორი საქციელი და იქნებ დაინტერესდნენ, რატომ და როგორ აფინანსებენ ამერიკული ფონდებიდან საქართველოში პარტიებს რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს. ამას ეს არის თუ არა ამერიკელი ხალხის ინტერესებში და უპირველეს ყოვლისა ამერიკელი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, როდესაც შენ სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელიც შენ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იდგა ავღანეთში. მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი ჯარისკაცი ავღანეთში, ვიდრე ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ საერთოდ იქ ჯარისკაცი ყავდა. როდესაც შენ ჯარისკაცებთან ერთად სისხლივ ღვარეთ.
არის თუ არის კეთილსინდისიერი საქციელი, რომ შენი ბიუჯეტიდან რომელიღაცა ორგანიზაცია მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებაში ხარჯავს პარტნიორ ქვეყანაში ფულს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა და ამაზე ჩვენ გვინდა პასუხები. ეს არ არის გავლილი საკითხი და ჩავლილი საკითხი. ამას უნდა გაეცეს პასუხი, როგორ ფინანსდება საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პასუხებს მიიღებთ ბატონო. იმედი ვარ. პრეზიდენტის ეფექტთან დაკავშირებით უნდა გითხოთ. დღეს როგორც უკვე გითხარი, თუმცა არ მიპასუხეთ იმ მომენტში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ პრეზიდენტთან. განიხილეს როგორც შენ სხვადასხვა საკითხები და რაც შეეხება კანონპროექტებს, სალომე ზურაბიშვილმა ერთის მხრივ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ უწოდა რუსული კანონპროექტი, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს კი პროვოკაციული. როგორ ხედავთ, როგორ შეაფასებთ მის ფაქტორს მთელ ამ პროცესში? მას შემდეგ რაც იმპიჩმენტის პროცესში ის დარჩა თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის წყალობით, იმიტომ რა თქმა უნდა ნებისმიერ ობიექტურ სიტუაციაში მხარი უნდა დაეჭირა ნებისმიერ პარლამენტის წევრს იმპიჩმენტისთვის, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი უხეშად არ უღებდა საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ინტერესების და საქართველოს კონსტიტუციის ინტერესების საწინააღმდეგო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქალბატონი სალომე დღეს ინარჩუნებს საკუთარ თანამდებობას, არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა. აქ მე მგონი ყველა კითხვაზე ამით არის პასუხი გაცემული. თუ სადგას ის, რომელ ალიანსში არის ის, ეს ალიანსი ნაციონალური მოძრაობის რას ნიშნავს, რა ჯგუფებთან არის კავშირი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ეს არის ალიანსი, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა უკრაინაში მებრძოლების გაშვებას ოფიციალურად, იმისთვის რომ ჩაბმულიყავით ჩვენ ომში ოფიციალურად. ეს არის ის ალიანსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა სანქციების დაწესებას, სხვათა შორის გუშინ ქალბატონ სალომეს წამოწდა ალბათ ეს საკითხი, რომ თუ როგორ გადაუხვია ის საუბრობდა თავის ბრიფინგში, თუ როგორ გადაუხვია საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ გზას და მაგალითად მოიყვანა რომ გადაუხვეთ იმით, რომ სანქციები არ დავაწესოთ. და მე მაინტერესებს კიდევ ერთხელ გაიმეოროს, მინდა ძალიან მაინტერესებს გაიმეოროს თუ არა ის კიდევ ერთხელ, რომ ის ითხოვს, რომ საქართველოს დაუწესოს სანქციები რუსეთს. ანუ საქართველოს დადგეს ომის რისკის ქვეშ რუსეთთან და საქართველოს ჩავარდეს ეკონომიკურ კოლაფსში ამის გამო. მაინტერესებს ის შეძლებს თუ არა კიდევ ერთხელ გამეორებას. კიდევ ერთხელ უნდა გითხოთ ბატონო შალვა, არაერთხელ გისაუბრია, თუმცა სხვა კონტექსტში და სხვა მოცემულობა იყო მაშინ, როდესაც იყავით წინა გადაცემაში ჩვენთან სტუმრად. ვერ ხვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმ განცხადებების მნიშვნელობას, რა განცხადებებსაც აკეთებს თუ რაშია საქმე? ძალიან კარგად ხვდება, ის არის ნაწილი იმ ასე ვთქვათ, გუნდისა და იმ ჯგუფისა, რომელსაც ჩვენ ომის პარტიას უწოდეთ კიდევ არც, იმიტომ რომ სწორედაც რომ ომი უნდა და საქართველოში, ის არის ადამიანი, რომელიც შეიცვალა ნიკა გვარამია, რომლის შემდეგაც ჩვენ გავიგეთ, რომ ის უცხოელებისთან ქონდა მას ამაზე კომუნიკაცია, ევროპარლამენტარებმა შემდეგ გათქვეს, რომ ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ ის წყალებდა ნიკა გვარამიას. და მან ესეც წარმოადგინეს მათ შორის ამ უცხოელმა აქტორებმა თითქოს ეს იყო დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი და 2 წელი ამ საქმეს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას აყიდებდნენ როგორც პოლიტიკურ საქმეს და დაესვა ხო ეხლა წერტილი სტრასბურგის გადაწყვეტილებით. სად არის ბოდიში ქალბატონი სალომესი, რომ მან კანონიერი პატიმარი შეიწყალა. ისე რომ მას არც კი უღიარებია ბრალი და არც კი უთხოვია შეწყალება და ბოდიშს არ მოუხდია საკუთარი დანაშაულებისთვის. სად არის ბოდიში იმ მათ შორის ყოფილი ელჩების, რომლებიც საქართველოს მოსამართაზე ზეწოლას ახდენენ. გახსოვთ ამერიკის საელჩოს თანამშრომლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საელჩოს თანამშრომლება გაბედეს, მივიდნენ საქართველოს მოსამართლესთან, დაუსხდნენ მას და გვითხრეს, ეხა მოგვიყევი, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება და ჩაგვაბარე ანგარიში. არა თუ უცხოელს, ქართველსაც კი ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციით ანგარიშის მოთხოვნა საქართველოს მოსამართლეში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. და ამის შემდეგ ვინაიდან მათ არ მოეწონათ და ჩათვალეს საკუთარ გუნდში, რომ იცით რა ეს არ კარგი გადაწყვეტილია, ცუდი ამის გამო დაასანქცირეს, პროგრამებიდან ამოიღეს, გახადეს სამიზნე ბულინგისა ნაციონალური მოძრაობის მედიისა და მისი NGO-ების და NGO-ებიც იყვნენ ამის მონაწილე პირდაპირ და მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი იყო ამ სამარცხვინო კამპანიის მონაწილე საქართველოს მოსამართლის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, მისმა ოჯახმა განიცადა მორალური ტერორი. მოსამართლე ჩხიკვაძემ თქვა კიდევაც რომ მის ბავშვს ამის გამო შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, ანუ ადამიანს მორალურად დაესხა თავს.
ამერიკის საელჩო, მის მიერ დაფინანსებული NGO-ები, ყოფილი სახალხო დამცველი, ნაციონალური მოძრაობა ესხმოდნენ თავს, მორალურად განადგურებდნენ ადამიანს, ჩაიარა ამ ყველაფერმა, სტასუნალ თქვა რომ ყველაფერი თურმე ეს ადამიანი ყოფილა მართალი და ყველა სხვა დანარჩენი იყვნენ მტყუანი და გავიდა უკვე ორ კვირა გადის მე მგონი ამ გადაწყვეტილებიდან სტრასბურგისგან და გამოხმაურება არის ნული. რომელიმე NGO გამოთქვა წუხილი რომ მათ შეეშალათ. აი დღესო პათეტიკით გვესაუბრებიან ჩვენ რომ ისინი არიან თურმე ქართული საზოგადოება რომ ნაციონალურ მოძრაობამ გამოთქვა წუხილი. ამერიკის საელჩომ რამე განცხადება ამაზე გააკეთა, ვინმე ბოდიში მოიხადა საერთოდ ამასთან დაკავშირებით, ასე გადაუარეს ადამიანს მორალურად, მის ოჯახს, გახადეს ობიექტი ტერორის. ვითომც არაფერი ჩაიარა ამ ყველაფერმა გავაგრძელეთ ცხოვრება. ამიტომ რა თქმა უნდა, ამას ჭირდება რეაგირება და ჩვენ ქართული ხალხის სახელით, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ. დავიცვათ როგორც ჩვენი სასამართლო ხელისუფლება, ისე ჩვენი ხალხის. თუმცა ბატონ შალვა, თუნდაც აი ამ ერთი მაგალითის საფუძველზე, რაზეც ისაუბრეთ, რამდენად გაქვთ მაგალითად მოსამართლეებისთვის ფორმალური და არაფორმალური სანქციების მოხსნის მოლოდინი, რისი იმედიც გქონდათ ყოველ შემთხვევაში. თავის დროზე მე გავიხსენე კიდევაც ეს ისტორია, როდესაც მოხდა 4 მოსამართლის დასანქცირება, გახსოვთ, ამაში NGO-ები იყვნენ ჩართულები და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ადგილობრივი საელჩოს მხრიდან იქნა მომზადებული დოკუმენტაცია ამ 4 მოსამართლის სანქცირებისთვის და მე როცა მქონდა ყოფილი ელჩთან შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და ვკითხე მას, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მან მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმითითა ჟურნალ გაზეთებს, რომ აი გაიცანით მედიას და იქ ამოიკითხავთ რაღაცებს. ამ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხა აქ უკვე მე მგონი რა უნდა ვთქვათ, როდესაც ასეთი უდიერი დამოკიდებულება არის ქართული ხალხის წარმომადგენლობასთან და სასამართლოსთან, როდესაც შეიძლება ადამიანი ასე უბრალოდ დაასანქცირო და არც კი გძნობდე თავს ვალდებულად რომ ახსნა რატომ. ჩვენ ხო ვეუბნებოდით რომ გითხარით რა არის ამის საფუძველი. ან არასამთავრობო ორგანიზაცია ვინმე ამბობს, ვინმეს აქვს რაიმე მტკიცებულება მაინც, თვითონ ხო ყველაფერში ითხოვენ მტკიცებულებას, ვიდეო ჩანაწერებს, ოქმებს და ასე შემდეგ, ყველაფერთან დაკავშირებით. ასე ერთი ხელის მოსმით 4 მოსამართლე დაასანქციეს და რაც თავარი ოჯახის წევრები, მათი არასრულწლოვანი ოჯახის და ბავშვები დაასანქცირეს. ბავშვები. ისე რომ არც კი გვეუბნებიან რა მტკიცებულება ამის შემდეგ. ყოფილი ელჩის პირობებში და შემდეგ იგივე ყოფილი ელჩის პირობებში იგივე საკითხი მოსამართლე ჩიკვაძესთან დაკავშირებით, რომელსაც საქცია უკვე აღარ იკმარეს, რომ პროგრამებიდან ამოიღეს მორალურად ტერორი მოუწყოს ადამიანს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნაციონალურ მოძრაობის მედიამ, თავად ნაციონალურ მოძრაობამ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა ჩაიარა კიდევ ერთხელ დადასტურდა ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი. მაგრამ მე ამაზე მე მგონი მორალურ რაიმე პასუხისმგებლობას როგორც ვატყობ. მოქმედი ელჩის პირობებში თუ გქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია და რა პასუხები? არა მქონია და მე მიხარია რომ მოქმედი ელჩის პირობებში არის აბსოლუტურად სხვა მიდგომები ამ ხრივ და აქედან გამომდინარე არის ძალიან დადებითი დინამიკა ურთიერთობის და თავად ელჩიც მოწადინებული არის რომ იმ სამწუხარო გამოცდილება რომელიც მანამდე დაგროვდა რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და არ განმეორდეს და ამ ხრივ მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ მოქმედი ელჩის რომელიც ამის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სამწუხაროდ ის ზიანი რომელიც მიადგა გარკვეულ წილად ამ ურთიერთობას ეს ზიანი გამოსწორდეს. ძალიან კარგი. ბატონ შალვა, კიდევ ერთი უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკითხი ეხება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც ასევე უწოდეს თქვენმა ოპონენტებმა რუსული კანონი და რომელზეც მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით აქციების ორგანიზებას განიხილავენ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციურ წრეებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარეძე მასთი რამ თქვა, რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ამას ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა. რა მოლოდინი გაქვთ მაინტერესებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მით უფრო რომ დღეს თქვენ პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდეთ სხვათა შორის დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში. კი, სწორედ ეს არის დემოკრატია და ეს არის იდეა დემოკრატიის, რომ წყარო ხელისუფლების არის ხალხი და კონსტიტუციური პროექტი, კანონის პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ფორმალურადაც ეს იყოს განხილვა, სადაც ხალხი არის ჩართული. და საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი ხალხის სახელით. და ეხლა ჩვენ გვექნება ერთთვიანი პროცესი, როდესაც ქართულ ხალხს შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება და გამოთქმა. სურს თუ არა მას ამ საკითხის მოწესრიგება, რეგულირება, რა არის ჩვენი საზოგადოების ღირებულებები, რა არის ჩვენი საზოგადოების რისკები, რა არის ჩვენი საზოგადოების ხედვა, თუ როგორი მოწყობა უნდა
ჰქონდეს პროპაგანდასთან დაკავშირებით. ის რომ ეს არის გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოში, ეს აღიარებული ფაქტი არის. ცდილობენ ჩვენი ოპონენტები მხოლოდ ერთი რამის უარყოფას, რომ რამდენად ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის. და აქ ძალიან საინტერესოა რომ გავიხსენოთ ჩვენ, როდესაც კონსტიტუციაში იცვლებოდა 2017 წელს და მაშინ ჩაიწერა გახსოვთ ქორწინებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კავშირი კაცსა და მამაკაცსა და ქალს შორის, მამაკაცსა და ქალს შორის, მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რა საჭიროა ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, როდესაც ეს სამოქალაქო კოდექსში ისედაც არის მოწესრიგებული და მაშინ იყო საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის წევრიც მე ვიყავი, საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კონსტიტუციური გარანტია და გამტკიცებული იყოს ეს კონსტიტუციაში, როგორც ისეთ საკანონმდებლო ასე ვთქვათ, პროდუქტში, რომელსაც განსაკუთრებული სიმტკიცე აქვს. და აღმოჩნდა, რომ დღეს ეს სულეთაც რომ არის გამოწვევა, არის მოთხოვნები უკვე რომ დაიშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში და სულ რამდენიმე წელში, ხო რა 2017-18 წელში იქნა მიღებული ეს ცვლილებები, გავიდა სულ რაღაც 5-6 წელი და უკვე დგას ეს საკითხი. და ის საკითხი, რაც სხვა ქვეყნებში არის და როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს გამოსვლა და თქმა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია და ამის თქმა უწევს ეს ამას ის აკეთებს არა ირონიით არა რაღაც ფრაზად უბრალოდ მოხსენების დროს გარკვეულ რაღაც გამონათქვამად, არამედ როგორც თამამ განცხადებად. ანუ ის რომ ის ამ განცხადების უკან დგას და მიუხედავად ყველანაირი დისკუსიისა, ის ამ პოზიციაზე მყარად არის. ან თამამ განცხადებად ფასდება ეს დღეს უკვე როგორც ჩანს დიდ ბრიტანეთში, ეს ცოტა ხანში სულ ერთ წელიწადში ჩვენთანაც შემოვიდოდა ან შემოვა, თუ კი რაიმე ზომებს არ გვექნება, სწორედ ასე ამგვარი პროპაგანდის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არის, რომ ჩვენ დავაინიციეთ ეს პროექტი. ახლა ხმა და სიტყვა არის ხალხის მხარეს და ხალხი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ისაც უნდა ქართულ ხალხს. ეს რა პროცესი წავა, ესეც რომ გითხრათ, ქონდათ ცხადია კომუნიკაცია. ფორმალურად ეს გახლავთ ის, რომ ოპოზიციასთან. ჩვენ 16 აპრილის კვირაში პარლამენტი შექმნის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ 1 თვე ექნება პერიოდი იმისთვის, რომ სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებასთან ერთად განიხილოს ეს კანონპროექტი და მოისმინოს საზოგადოების აზრი. მაისის შუა რიცხვებში დასრულდება მუშაობა კომისიის. მოვახსენებთ შემდეგ უკვე კომიტეტს და პარლამენტს შედეგებს და კომიტეტის განხილვით და პარლამენტის განხილვებით გაგრძელდა ეს პროცესი. ეს კომისიაც რომ გითხრათ, საინტერესო კიდევ ერთი ფაქტორი, ბატონო შალვა, აქვე ამ შეკითხვასაც რომ მიპასუხოთ. როგორ ფიქრობთ, ანუ ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ პოზიციებს ამ კანონპროექტთან მიმართებაში მოვისმენთ ამჯერად მაინც, რადგან ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში მათგან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ესეთი ცხადი პოზიციები არ მოგვისმენია. ოპოზიციას რაც შეეხება, მათი პოზიციები განპირობებულია იქიდან თუ რას ეტყვიან მათ გარედან. ჩვენს რეალურად რასაც ვაკვირდებით, ეს არის სუვერენიტეტ დაკარგული ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც თავის დღის წესრიგს განსაზღვრავს და გარკვეულწილად იყურება, ასე ვთქვათ, ზურგს უკან და იყურება იქით, საიდანაც მას ეგულება მფარველები. სუვერენიტეტ დაკარგული ოპოზიცია ყავს და აქედან გამომდინარე მათ საკუთარი დღის წესრიგი აღარც აქვთ განსაზღვრული. ამიტომაც არის რომ ამ საკითხზე ვერ საუბრობენ, ვინაიდან იციან ერთი პოზიციის შემთხვევაში თუ კი ისინი პროპაგანდის მომხრეებად დაფიქსირდებიან, რა პასუხს მიიღებენ ისინი ქართული საზოგადოებისგან და იციან რომ ისინი თუ კი პროპაგანდის წინააღმდეგ წავენ, რა პასუხს მიიღებენ ისინი საკუთარი მფარველებისგან. ამიტომ ისინი გაჭედილი არიან გარკვეულწილად და ამიტომაც არის მათი დუმილი, ამით არის განპირობებული, რომ მათ ასე ვთქვათ ვერ აფიქსირებენ აქედან გამომდინარე თავის პოზიციას. მე დღეს გქონდა მიმართე კიდევაც ოპოზიციაში ჩაერთონ კომისიაში, მოისმინონ ქართველი ხალხის ხმა. ოქტომბერში ვისარჩს სადაპირებენ არჩევნებზე გასვლას საქართველოში, ქართველი ხალხს არჩევნებს ელოდებიან ისინი, თუ საკუთარი მფარველებისგან ელოდებიან მანდატს. ქართველ ხალხის არჩევანი უნდა იყოს საბოლოო ჯამში და მოისმინონ რა უნდა ქართველ ხალხს და მოიქცენ ისე როგორც უნდა ქართველ ხალხს. ამიტომ მე მოუწოდე და იმედი მაქვს რომ ჩაერთვებიან ამ კომისიაში, რაც შეიძლება შემდეგ გადაწყვეტილებას ესეც მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებას კონსტიტუციურ კანონს და ცვლილებას კონსტიტუციაში წირდება იმისთვის რომ ის დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში 3/4, ხოლო 2 მოწვევის პარლამენტის პირობებში 2/3. აქ სწორედაც რომ ოპოზიციის ხმები არის საჭირო,
ვნახოთ და ქართველი ხალხიც ძალიან კარგად დააკვირდება თუ რომელ ღილაკს მიაჭერენ ისინი თითო, როდესაც იქნება კენჭისყრა. კიდევ მე ვთქვი კიდევაც, მათ რთული არჩევანი აქვთ. მათ უნდა აერჩიონ ქართველ ხალხსა და საკუთარ უცხოელ მფარველებს შორის. ეს არჩევანი აქვთ მათ. ნახოთ რა არჩევანს გააკეთებენ ისინი, იმის მიხედვით რა არჩევანს გააკეთებენ ისინი ამ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მათთან დაკავშირებით. ოქტომბერში, ამას ვუყურებთ. კარგით, კოტირებასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით 85-22-ის წინააღმდეგ უკვე დაამტკიცა, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები აღარ არიან ვალდებული საკუთარი სია გენდერული ბალანსით შეავსონ, რასაც ქალთა კოტირების შესახებ არსებული რეგულაცია ითვალისწინებდა და ინიციატივა აღსანიშნავია, რომ პარტია გირჩს ეკუთვნოდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხარი. და შეთანხმება გულისხმობს სანაცვლოდ გირჩის მიერ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის მხარდაჭერას. ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების თქვათ საგანია თუ თქვენც აღარ მოგწონდათ, შეიძლება აი ასე ითქვას, უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი. და გარკვეულ ფარვეზებს ხედავდით ამ მიმართულებით. ჯერ შევხედოთ რა არის ფაქტები და მოცემულობა. ქართული ოცნება, თუ კი ჩვენი პარტიული გადმოსახედიდან შევხედავთ ამ საკითხს, დღეს არის პარტია, რომელშიც ყველაზე ძლიერად არიან წარმოდგენილი ქალები. ჩვენ გვყავს ყველაზე დიდი ქალთა პარტიული ორგანიზაცია, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან დაწყებული, ბიზნესმენებით და სხვადასხვა პროფესიებში წარმატებული ქალები. ასე რომ ქართული ოცნება როგორც სახელმწიფო თანამდებობებზე წარმომადგენლობით, მათ შორის პარლამენტში, ისე სხვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქართული ოცნების მხარდამჭერი ქალების, ან ასე ვთქვათ, პარტიის წევრი ქალების წარმომადგენლობით არის ყველაზე ძლიერი პარტია. ამიტომ ჩვენ შიდა პარტიული დემოკრატიის პირობებში რა თქმა უნდა ამ ხრივ ვაქცევთ ამ საკითხის ყურადღებას. ყველაზე გასაკვირი არის ოპოზიციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მე არ მიგვრის პოზიცია, რომელიც აქვს მაგალითად ფემინისტურ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, რომელიც შეიძლება ამ ვალდებულების, საკანონმდებლო ვალდებულების მომხრეები იყვნენ. მე მიგვრის ოპოზიციის. ანუ ვინმე უშლით მათ, რომ კონდეთ შიდა პარტიული კვოტები, იზრუნონ სათანადო წარმომადგენლობაზე. ვინმე ხომ არ უშლით. და რა გამოდის ამ ისინი რა სიტყვენ ახლა ქართული ოცნებისგან, რომ ჩვენ კანონით ვაიძულოთ ისინი და თუ არ ვაიძულეთ, ლელო, არ ვიცი მე თუ სხვა პარტიები, ნაციონალურ მოძრაობა და ასე შემდეგ, ჩვენ თუ არ ვაიძულეთ კანონით, ისინი დაიწყებენ ჩაგვრას საკუთარ პარტიაში ქალების. თუ რა მოხდება, ვერ ხვდები. ამიტომ ეს განსაკუთრებით გასაკვირი არის პარლამენტში წარმოდგენილი და ზოგადად პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან მათი თავისუფალი ასპარეზი აქვთ იმისთვის, რომ სათანადო წარმომადგენლობა უზრუნველყონ. მაგრამ საკვეც იმაშია, რომ ისინი ამაში ფარისევლები არიან და თითქოს უნდათ წარმოაჩინონ და ესეც ისევ საკუთარი დამფინანსებლების დასანახად, რომ თითქოს ეს რაღაც კოტირების მომხრეები არიან. სინამდვილეში კულისებში საუბრებიც არის და ვიცით ძალიან კარგად სხვადასხვა პარტიის პოზიცია, რომ ამ გადაწყვეტილების მომხრეებიც იყვნენ კვოტის გაუქმებისა. თუ არა და მოვა შემოდგომა, ყველა ნახავს პარტიულ სიებს და შევხედავთ ზუსტად აი ამ ოპოზიციური პარტიების სიებს შევხედავთ, ნახავთ ექნება თუ არა ის კვოტა, რომელიც მანამდე არსებობდა კანონში, დაცული თავის პარტიაში. ხო, არავინ ხო არ უშლის, რომ ამ კვოტით იმოქმედონ. ლელომ განაცხადა, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა კვოტა, მაინც ამ კვოტის მიხედვით იმოქმედებენ. ასე რომ მათ არავინ არ უშლის, დადონ პირობა, რომ ამ კვოტის მიხედვით დააკომპლექტებენ საკუთარ პარტიულ სიას და შევხედავთ. ოქტომბერში ესეც კარგი ტესტი იქნება მათი ამორჩევლისთვის, ამ შემთხვევაში ისინი გულწრფელი იყვნენ თუ არა. კი ბატონო. ბატონო შალვა, ჩემი მაყურებლისთვის კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს, რადგან არასამთავრობო სექტორზე და ამ კანონპროექტზე ვსაუბრობდით. ერთ საკმაოდ საინტერესო და სხვათა შორის ყურადსაღები. საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის მრავალფეროვნების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით 2023 წლის ინდექსის მიხედვით საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასება გაუარესდა მნიშვნელოვნად
და ერთ წელიწადში სარეიტინგო პოზიცია მსოფლიოში 27 ადგილიდან 77 ადგილზე დაქვეითდა. საქართველოს არასამთავრობო სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები. ეს ასახავს ხალხის ნდობას და იმას, თუ რამდენად პასუხობს არასამთავრობო სექტორი საზოგადოების ინტერესებს და გამოწვევებს, იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია არის ის, რაც ჩვენს მოსახლეობას და ჩემს მაყურებელს აუცილებლად უნდა სცოდნოთ. ბატონ შალვა, რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, აუცილებლად მინდა რომ გკითხოთ უმოვასწარი, რა თქმა უნდა, ვეტინგთან დაკავშირებით, თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია და ეს არის ადეიშვილი. საქართველოში ძებნილი და ხუთ საქმეზე მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი კანონის უზენაესობაზე სასაუბროთ სხვათა შორის უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა და ჩავიდა ამჯერად ჰააგაში, მართლმსაჯულების დედაქალაქში. თუმცა საგულისხმოა, რომ მისი გამოჩენა მათვისაც აღმოჩნდა ერთგვარად დისკომფორტი, იმის გათვალისწინებით, რომ გაქვთ თქვენ ცხადია ინფორმაცია, რომ ფოტოებიდან ამოჭრეს მოგვიანებით და იმ ფოტოებიდან, რომლიდანაც ვერ ამოჭრეს, ზოგადად ფოტოები აიღეს მთლიანად. და ბელგიისა და გერმანიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ნიდერლანდებს მიმართა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის აინტერესებს გუნდს რა მოლოდინი აქვს და რამდენად ელოდებით რომ სამართლიანობა თუ შეიძლება ასე ვთქვათ იზეიმებს კონკრეტულად ადეიშვილთან მიმართებაში და მოხდება მის საქართველოსთვის გადმოცემა. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ ევროპა, ევროკავშირის სივრცე იქცა თავშესაფრად ქართველი კრიმინალებისთვის. ეს არ არის ხომ ორდინარული კრიმინალი, ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შექმნა ადამიანის წამების სისტემა, რომელმაც როდა აი ამისი შემოქმედი ერთ-ერთი მთავარი ის არის და აი ამ ღირებულებების საწინააღმდეგო სახელმწიფო სისტემის შემქმნელ ადამიანს აქვს თავისუფალი სივრცე გადაადგილების ევროკავშირში. იმ ევროკავშირში, რომელიც ჩვენ გვესაუბრება ღირებულებებზე, მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ამას ხედავთ, რომ თავისუფლად გადაადგილდება მათ შორის ბრიუსელში ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დერეფნებში. პირველ ჯერზე, როდესაც ის ბრიუსელში და გერმანიაში იყო, ვიცით რომ მაშინ ჩვენ მქონდა ძალიან მწვავე რეაგირება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ელჩებიც იქნა დაბარებული, თუ რა იყო იმისთვის რომ ახსნა განმარტება გაეკეთებინათ, რასთან მქონდა საქმე. ძირითადი განმარტება იყო, რომ არ იცოდნენ, იყო ეს დელეგაცია, იმ დელეგაციის შემადგენლობა, ვინ იყო, შეიძლება არ დააკვირდნენ და ამ მხრივ წუხილი იყო. თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკვე ძალიან სპეციფიკური შემთხვევა, ახლა ეს ჰააგაში ჩატარებული კონფერენცია, ევროკომისია უკვე თავად არის ორგანიზატორი. რა თქმა უნდა, მისი მოწვევით იყო იქ ყველა. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ სია ვინ არიან. და რა თქმა უნდა, მათ მიიწვიეს კრიმინალი მართლმსაჯულებაზე სასაუბროდ. და მაინტერესებს რა არის კონფერენცია და რა არის ფასი იმ კონფერენციისა მართლმსაჯულების თემებზე, სადაც ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი ზის და მონაწილეობს ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, ასეთ კონფერენციებს სწორედ ეს უკარგავს ფასს, ღირებულებას, ფერს და მათ შორის მნიშვნელობასაც, როდესაც კრიმინალების ტოლერირება ხდება. თქვენ იცით, რომ გენერალური პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების სახელმწიფოს, როგორც ჩანს, არ ვიცი, ვერ შეძლეს, არ შეძლეს და მე მგონი ფაქტი ახლა არ ვიცი, მე რამე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ არ არის ჯერჯერობით გადმოცემული და ალბათ ეს კონფერენცია დასრულდა. როგორც ჩანს, აქაც არ ჩათვალეს საჭიროდ, ან არ ვიცი, არ მოხდა რეაგირება სათანადო ნიდერლანდების სახელმწიფოს მხრიდან. საინტერესო იქნება მოგვიანებით ელჩის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა ზურაბადეიშვილის, ან არ ვიცი რა პროცედურები არის, მისი დაკავება და გადმოცემა საქართველოსთვის. თუ გექნებათ კომუნიკაცია, თუ იგეგმება მათ შორის. როცა მე სპეციალური არ მექნება, მაგრამ როცა მექნება კომუნიკაცია ნიდერლანდების ელჩთან საქართველოში, რა თქმა უნდა, კითხავ ამას, როგორ არის რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. კრიმინალები უნდა დადიოდნენ ჩვენ ქვეყანაში თავისუფლად თუ არ უნდა დადიოდნენ და არის თუ ეს ნაწილი ევროპული ღირებულებისა, რომ გადავცეთ მეორე ქვეყანას კრიმინალი, რომელიც ხუთ საქმეზე არის მსჯავრდებული და ჯამში 18 წელი აქვს მისჯილი. ერთი გარემოებაა კიდე საინტერესო ევროკომისიასთან დაკავშირებით, როდესაც მას ბრიუსელში სხვადასხვა ოთახებში ქონდა შეხვედრა და მათ შორის მართლმსაჯულების კომისართან შეხვედრა, სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსებთან შეხვედრა, ზუსტად იმ კაბინეტებში, რომელი კაბინეტებიდანაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ჩავატაროთ ეგრეთ წოდებული ვეტინგი საქართველოში, მოსამართლეთა კეთილსინდისეების შემოწმება.
და ამაზე როცა საუბრობთ რომ კი მაგრამ რა საჭიროა ან ექსტრაორდინარული გვეუბნებიან რომ კი გასაგებია ეს ჩვენთან ევროკავშირში არც ამას არ ვიყენებთ ეს ჩვენთვის მიუღებელია მაგრამ თქვენი კონტექსტისთვის ეს საჭირო არის ანუ გვეუბნებიან ამ კაბინეტებიდან გვეუბნებიან რომ ჩვენ ამ კაბინეტიდან ვიცით თქვენი კონტექსტი ვინ ხართ რა ხართ როგორი სისტემაა როგორი პოლიტიკური ლანდშაფტია და ვიცით რომ თქვენ გჭირდებათ ვეტინგი და ამიტომ გააკეთეთ ვიცით რომ თქვენ გჭირდებათ კოალიციური უმრავლესობა იმიტომ თქვენ კონტექსტში ჩვენ ვერ ყვევით ზეპირად გიცნობთ ვინ ხართ რა ხართ და ეს გიშველი თქვენ ვერ ყვევით ამაში და ვიცით ეს დეპოლარიზაცია ასე უნდა მოხდეს რომ უნდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დანიშნოთ კომიტეტის თავმჯდომარეებად გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს ჩაგვიწერეს რომ თურმე ნაციონალური მოძრაობები და ეს ოპოზიცია უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები და ასე შემდეგ და რას დაატრიალებდნენ დღემდე ვიცით აი ამას გვეუბნებიან რომ თქვენ კონტექსტში ვერ ყვევით ზეპირად გიცნობთ და აღმოჩნდა რომ ისიც კი არიციან რომ მაგიდის მეორე მხარეს ზურაბადეიშვილი კრიმინალი ეждათ მაგიდის მეორე მხარეს ადამიანი რომელსაც წამების სისტემაში შექმნა ბატონო შალვა რომ მათ არ იცოდნენ რომ ზურაბადეიშვილი იჯდა მაგიდის მეორე მხარეს მე იმედი მაქვს რომ ეს არის მხოლოდ ეს გულუბრყვილობა მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ამ გულუბრყვილობიდან მაინც გამოიტანენ დასკვნებს და აღარ ექნებათ პრეტენზია რომ ჩვენ კონტექსტი იცნობენ იმიტომ რომ შესაძ ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი კრიმინალი არ იცი ვინ არის მისი სახელი და გვარი მის შესახედაობა არ იცი ვინ არის და გიზის წინ და ელაპარაკები მართლმსაჯულებაზე და ისიც არ იცი ვინ არის რა პირით უნდა ესაუბრო შემდეგ ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ლანდშაფტს რომ ჩვენ გვიცნობენ და ჩვენ კონტექსტს იცნობენ ამ ტერმინებს იყენებენ რომ ვიცი თქვენი მართალია ეს არ არის კოალიციური უმრავლესობა მაგალითად ჩვენ რო ვეუბნებით კი მაგრამ არსად თქვენთან არ არის ევროკავშირში და თუ კარგია თქვენთან რატო არ არის? ნუ ჩვენთან არ არის, მაგრამ თქვენი კონტექსტის მიუღებელია განცხადებები გაკეთდა. თქვენი კონტექსტის მისაღები და რატომ იმიტომ რომ გვეუბნებიან რომ ჩვენთვის არ, მაგრამ თქვენ რაღაც სპეციფიკური ქვეყანა ხართ, თქვა ჩვენ დონემდე არ ხართ და თქვენი კონტექსტის გათვალისწინებით ეს არის საჭირო. და როგორიც ჩემი კონტექსტი, როცა ისიც კი არის, ვინ არის ზურაბადეიშვილი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ საუბარი, რომ ვინმე ჩვენ კონტექსტში ერკვევა და რა თქმა უნდა, შემდეგ ჯერზე, ყოველ ჯერზე, როდესაც სიტყვა კონტექსტი გამოყენებული იქნება ამ კაბინეტებიდან, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბრებთ. თუ რა იციან ჩვენ კონტექსტის და რა იციან ჩვენი ისტორიის შესახებ, რა იციან ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის შესახებ, რა იციან რა არის ეს პარტია, როდესაც გვეუბნებიან, გახსოვთ თქვენ გვეუბნებოდნენ power sharing-ზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისთან? ნაციონალურ მოძრაობასთან? იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც წამების სისტემა შექმნა, თავად გაუნაწილებენ საკუთარ ქვეყანაში რადიკალურ ექსტრემისტულ პარტიებს, გაუნაწილებენ ძალაუფლებას? როდესაც კონტექსტზე არის საუბარი, ბატონო შალვა, რა კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ და რატომ თვლიან, რა კრიტერიუმის გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ ჩვენთვის ვეტინგის სისტემის ამოქმედება არის საქართველოში აუცილებელი და მიზანშეწონილი? ამაზე თუ მოგისმენიათ პასუხი? სინამდვილეში რა არის იცით, ამაზე ნამსჯელი გვაქვს ჩვენ არასამთავრობო სექტორთან ერთად კონფერენციები გქონდა ჩვენ პარლამენტს მაგალითად. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ევროკავშირის პარტნიორებთანაც საუბრობთ. თქვენ გონია ვინმე შინაარსში შემოდის? ნული, საერთოდ არ ერკვევიან თემაში ვერავინ. ლაპარაკი არის შემდეგ დონეზე. იცით რა? ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. ეხლა რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში? გადავშალეთ ხო? კაი, რო ვეკითხებით მაგალითად ევროკავშირს. რატომ ვეტინგი? ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. კარგი, წავედით ვენეციის კომისიას, ვეკითხებით. რა გიწერიათ აქ? იქ წერია რომ ჩვენ რომ ხვდებით საქართველოში დასკვნის წერის დროს ხვდებით სხვადასხვა აქტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ხვდებით და ოპოზიციის პარტიებს, ისინი გვეუბნებიან, რომ არსებობს აღქმა, რომ არის კორპორატივიზმი სასამართლოში. ჩვენ და ამავე დროს ვენეციის კომისია ხაზგასმით წეს თავის დასკვნაში. მე როგორც ექსპერტთა ჯგუფი ამას ვერ ვადასტურებ. არ ვიცი მე კორპორატივიზმი არის თუ არა, მაგრამ ესენი ლაპარაკობენ, დავასრულებ. ამავდროულად სტრასბურგის. დიახ, და ესენი რა ხან ეს ამდენი ადამიანი ლაპარაკობს, ამდენი NGO თუ ამას ამბობს, ეტყობა რაღაცა არის ამისი აღქმა და მოდით იზრუნეთ ამაზე ამ აღქმას რომ უპასუხოთ, ერთ-ერთ ვარიანტად ვეტინგი ხომ არ განიხილოთ. ჩვენ განვიხილეთ თქვით რომ არ არის ჩვენთვის ვარიანტი და არ გვინდა ეს. აქ ამომდინარე და რო ბრუნდებით უკანო კი მაგრამ აი ვენეციის კომისიამ გითხრა რომ მე მითხრა NGO-მ რომ არის აღქმა კორპორატივიზმი მივდივართ NGO-სთან აი ამ კონფერენციაზე მათ შორის ბოლო კონფერენციაზე რამდენჯერმე ვიკითხეთ ეს აი ამ NGO-ების თანდასებით რომ აი ეს ხალხი ამბობს რომ თურმე თქვენ ეუბნებით რომ არის კორპორატივიზმი და ამას რითი ადასტურებთ იქ რომ გითხრათ დაგვისახელეთ და უკვე ფაქტობრივად სასაცილო ხდება უკვე მე რამდენი შეხვედრა არის სადაც ჩვენ ვსვათ ერთ მარტივ კითხვას მოგვიტანეთ, დაგვისახელეთ რამდენიმე ერთი საქმე მაინც, ან ერთი-ორი საქმე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი, რომლითაც თქვენ იტყვით, რომ აი ეს საქმე აჩვენებს, რომ სასამართლოში არის სისტემური პრობლემა
პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, კორუმპირებული მართლმსაჯულების, არ ვიცი, რაღაცა სისტემური პრობლემა. იცით ამაზე პასუხი რა არის ხოლმე? აი ხო შეიძლება რომ თქვა ერთი ნახევარი საერთოდ ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებენ. იცით რატო ვერ ასახელებენ? იმიტომ რომ სადაც დაასახელეს, ყველგან ცხვირი წაიტეხეს. დაასახელეს, ასახელებდნენ რუსთავიორის საქმეს 5 წელი ლანძღავდნენ NGO-ები და ზოგიერთი უცხოელი აქტორი, ზოგიერთი ელჩიც მათ შორის, ქართულ სასამართლოს რუსთავიორის საქმის გამო. 5 წელი დასჭირდა, ბოლოს მივიდა სტრასბურგის სასამართლოზე, სტრასბურგის სასამართლო ყველაფერში მართალი იყო ქართული სასამართლო და ყველაფერში მტყუანი იყვნენ NGO-ებიც, ოპოზიციაც და ზოგიერთი უცხოელი აქტორი. შემდეგ აიღეს სხვა საქმე, ნიკა მელიას საქმე მაგალითად, სადაც ამ დრო მისი დაკავება იყო უკანონო. გამოვიდა გადაწყვეტილება ყველაფერი კანონი. სააკაშვილის საქმე, სადაც სახალხო დამცველი ყალბი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს და თქვა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ აკმაყოფილებს მისი გათავისუფლების ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის წინაპირობას. რა თქვა იცით სტრასბურგის სასამართლომ? თქვა რომ ყოფილი სახალხო დამცველის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და ტყუილი და არანაირი საფუძველი არ არსებობდა. და ბოლოს ნიკა გვარამიას საქმე, ესეც 2 წელი ლანძღეს. კონკრეტული მოსამართლეები ხო მაგალითად თქვით, ეხლა მოსამართლე ჩხიკვაძეზე იყო მორალური ტერორის ობიექტი, ამ NGO-ებმა ლანძღეს სასამართლო, წაიტეხეს ცხვირი, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლო თქვა რომ ყველაფერი იყო წესრიგში. სადაც რამდენი საქმეს დაასახელეს, იმდენ საქმეში აღმოჩნდნენ მტყუანები. და დღეს როცა ვეკითხებით, არიან ჩუმად. და მე რომ ვეკითხეთ, მაშინ ამას საიდან გამოდის ეს კორპორატივიზმი? რას გვეუბნებიან იცით NGO-ები? ევროკომისიამ ხომ გითხრათ? აი ესეთ შეკრული წრე არის, მივდივართ ევროკომისიასთან, ვენეციის კომისია, NGO-ები, ევროკომისია და არის რაღაც ასე ვთქვათ, სამკუთხედი შეკრული ბერმუდა სამკუთხედი, სადაც ჩაიკარგები უბრალოდ ადამიანი გატარებენ ესე აქეთ. და გამოსავალი არის კეთილსინდისიერებაში. როგორც კი ყველა პატიოსთან და კეთილსინდისიერად შემოვა დისკუსიაში და ჩვენ ამას არ გაუვივათ. და არასაბჭოებრივი ორგანიზაციები გაიხსენებენ. შარშან რამდენიმე კონფერენცია ჩავატარეთ. მეც მონაწილეობდი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა, მაშინ როგორც პარტიის თავმჯდომარე და ჩვენ მთელი დღე, ორი დღიანი კონფერენციები გქონდა დილიდან. დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე 12 საათი მე პირადად ფეხი არ მომიცვლია, მიუხედავად იმისა, თვითონ NGO-ები ზოგი მოდიოდა, ზოგი მიდიოდა, 12 საათი ვიდექი, ყველა საკითხში შევდიოდით დისკუსიაში, ყველა საკითხზე პასუხს ვცდილობდით, რომ გაგვეცა ყველა კითხვაზე პასუხი და არ გაურბივათ არასდროს დისკუსიას. პრობლემა იცით რაში არის? პრობლემა არის არარუსულ კანონს, კლანი, აი ეს სლოგანები, საბჭოთა მეთოდები, რომელიც პირდაპირ ამოიკითხავთ ერთ-ერთ ყოფილ ერთს რომ უყვარდა კგბ-ს სახელმძღვანელოს ხსენება. მე არ მაქვს საკითხული, შეიძლება მას ქონდა ეს საკითხული, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთ NGO-ს კგბ-ს ეს სახელმძღვანელოები საკითხული აქვს. როგორ ხდება პროპაგანდა, როდესაც ხდება ემოციებზე თამაში და როდესაც ყვირილით ხდება ჩაჩუმება საღი აზრის და პრევენცია ან ასე ვთქვათ დაბლოკვა დისკუსიის. არც ერთ დისკუსიას დღესაც სხვათა შორის ნებისმიერ მომენტში, სადაც უნდათ სასამართლოსთან დაკავშირებით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მზად ვართ ვიმსჯელოთ, მაგრამ ყველა მკეთილი ინებოს და ისაუბროს არგუმენტებით და არა იმით, რაც უკვე სიმართლე გითხრათ, მე უკვე მიუთითებ ხოლმე ხანდახან ირონიით. როდესაც დისკუსიაში ერთადერთი არგუმენტი არის, დააკვირდით, არგუმენტი რა არის? 9 რეკომენდაცია ევროკომისია, ვეკითხები გასაგებია ევროკომისია, ან ვენეციის კომისია. თქვენი თავი ხო გაბიათ ამ ხარზე. თქვენი აზრი ხო შეგიძლია ჩამოიყალიბოთ. თქვენი არგუმენტი ხომ შეგიძლია გითხრათ და არა ყოველ ჯერზე სკოლიოზე მითითება იყოს, რომ იხილეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ან იხილეთ ასე შემდეგ. ყველასთან ჩვენ გვაქვს საკმაოდ ღია დისკუსია და არავისთან არ გაურბივართ ამ დისკუსიას. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის რაღაც ინტერესები, როგორც ჩანს, იმისთვის რომ მართ შორის ქართულ მართლმსაჯულებას თავს დაესხან, სხვა გამართლება აი ამ უკვე 10 წელზე მეტია თუ რაც მიდის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ყოველ ჯერზე აღმოჩნდება მტყუანები. სტრასბურგის სასამართლო საბედნიეროდ არის ის ინსტანცია, რომელიც ყოველ ჯერზე ამხელს ამ ყალბ კამპანიებს, რომელიც ამავე დროს დაფინანსებული არის, ხომ? ეს NGO-ები ვიდეოებს, კლიპებს იღებდნენ, სადაც კლიპები, პლაკატები, კლანი სიტყვა ვინ გამოიგონა, ხო ამ NGO-ებმა გამოიგონეს. დღეს რო სტიგმატიზებაზე საუბრობენ, ვინ არის სტიგმატიზების ავტორი ამ ქვეყანაში? ხომ ეს ჯგუფები არის, რომლებაც ზუსტადაც უცხოური დაფინანსების მოქმედმა ჯგუფებმა ქართულ მართლმსაჯულებას მიიტანეს რამდენიმე შეტევა ტალღა ყოველ ჯერზე
ეს შეტევა მოიგერია სტრასბურგის სასამართლომ, ამიტომ ეხლა ის დასკვნები უნდა გამოიტანონ ამ ყველაფერს. კარგით და ბოლოს კითხავთ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით კანონპროექტს რაც შეეხება თუ კი არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება გარკვეული მზაობა თქვენთან დისკუსიის, გარკვეული შენიშვნების, გათვალისწინებით. თქვენ რამდენად ხართ მზად მათთან აწარმოეთ შეხვედრები, გქონდეთ მოლაპარაკება და ჩვენ გაითვალისწინეთ? შარშანაც ვნახეთ და ეხლაც ვაკვირდებით 2 დღე. არანი არგუმენტი მათ არ აქვთ. მათ ერთადერთი იციან ყვირილი, არა რუსულ. კანონს ეს არის, ამის იქით ვერ მიდიან. და სინამდვილეშიც ვერ მიდიან, არც არგუმენტიც არ აქვთ და აქვთ ეს პროპაგანდის მეთოდი. ამიტომ მათი მოლოდინი როგორც ასეთი არ იმიტომ რა უნდა თქვან? აი რა უნდა თქვან ამასთან დაკავშირებით? ანუ მე თუ გამჭვირვალე ვარ და ჩემი декларაციები გამჭვირვალე. ყველა ამ ქვეყანაში ყველაფერი თუ გამჭვირვალეა თან ითხოვენ. სხვა ბაჩოვის პრემიერმა თავის განცხადებაში თქვა, პირველი მან რაც გააკეთა, რომ ითხოვდნენ განკარგულებები იყოს საჯარო, ყოველ პირდაპირ დაიწყო გასაჯაროება ამ განკარგულების. სად არის საპასუხო ნაბიჯები? სად არის მათ ის რასაც ისინი შარშან ხო ამას ამბობდნენ? ეხლა ხო ამას ყვირია რომ გამჭვირვალე ვართ. აბა სად არიან გამჭვირვალე? მათ ჩვენეთ სად არის არასამთავრობო ორგანიზაცია დროას ვებგვერდი. დამფინანსებას უკვე აღარ ვკითხულობ საწერია, ვებგვერდიც კი არ აქვს, ვერც კი იპოვით. იმიტომ ვერ იპოვით, რომ არის პარტიის შეზდილი ნაწილი. შედით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ნახავთ, ზოგს საკუთარი ინფორმაცია აქვს გამოდადებული რაღაც დეტალიზაცია და თქო, ზოგს აქვს ეს ფინანსური ანგარიშები, წლიური ანგარიშის ფარგლებში. კი, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, მაგრამ პრობლემა ეს არის, სხვადასხვა სტანდარტია და თუ სტანდარტი არის და სხვათა შორის ესეც საინტერესოა, რომ 2016 წელს თავად მიიღეს დეკლარაცია არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია დაარქვეს და ჩაწერეს პუნქტი, რომელიც დღეს ამ კანონპროექტში წერია. ანუ მათივე პუნქტი აქ წერია, რომ ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე ხო, აღარ იძერებდნენ ის ვებგვერდი, რომელიც მაშინ შექმნეს 2016 წელს, მაშინაც რაღაც პროექტი იყო, როგორც ჩანს, გრანტი არსებობდა, შეიქმნა ვებგვერდი, სადაც ისინი 2 წელი აქვეყნებდნენ რაღაც ორგანიზაციები ამ დაფინანსებას, შემდეგ როგორც ჩანს ის პროექტის გრანტი დასრულდა, ვებგვერდიც მიივიწყეს, იქცა მონაცემების სასაფლაოდ და შარშან ოდესაც დისკუსია იყო და გავახსენეთ ეს ყველაფერი ის ვებგვერდი წაშალეს საერთოდ. არსებობდა შარშან მარტამდე არსებობდა და შემდეგ წაშალეს საერთოდ ვებგვერდი. ამიტომ რასაც თვითონ ხელი მოაწერეს, ეს ყველაფერი გადატანილი არის დღეს კანონპროექტში. და თუ აქ იყვნენ გულწრფელები გამჭვირვალობაში, მაშინ პირიქით მხარი უნდა დაუჭირონ ამ კანონპროექტს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩალო პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით მომდევნო ხუთშაბათამდე.